ეხლა მსოფლიო უფრო მეტ ენერგიას ითხოვს ვიდრე ოდესმე. როდესაც მოთხოვნა იზრდება და ქვეყნები ცდილობენ, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეამცირონ, ინოვატორები ეძებენ ახალ გზებს სუფთა ენერგიის მისაღებად. Intersolar ევროპაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მზის ენერგიის გამოფენაა მსოფლიოში. კომპანიები წარმოაჩენენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათი აზრით მომავლის ენერგიას შექმნის. მათ შორისაა ისრაელის კომპანია Apollo Power, რომელიც ფიქრობს, რომ გამოსავალი არ არის უფრო დიდი მზის ელექტროსადგურები, არამედ მზის პანელები, რომლებიც თითქმის ყველგან შეიძლება დამონტაჟდეს. ეხლა ჩემთან ერთად არის Apollo Power-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოდეთ როზენბერგი. ოდეთ, მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. სანამ ამ კონფერენციაზე ვისაუბრებთ, ჯერ თქვენს კომპანიაზე გკითხავთ, რადგან თქვენი პანელები მოქნილი და მსუბუქია. რატომ არის ეს ასეთი დიდი უპირატესობა მზის ენერგიის ინდუსტრიისთვის? გამარჯობა, მადლობა რომ აქ მომიწვიეთ. მე აქ ვარ Intersolar-ის მიუნხენის კონფერენციაზე. როგორც თქვენ თქვით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია მზის ენერგიის სფეროში მსოფლიოში. აქ 100,000-ზე მეტი მონაწილეა და 2,000-ზე მეტი კომპანია აჩვენებს საკუთარ ტექნოლოგიებს მსოფლიოს. ჩვენს კომპანიას, რა თქმა უნდა, აქვს შესანიშნავი გადაწყვეტა მოქნილი და მსუბუქი მზის პანელების სახით. უნდა გაიგოთ, რომ მზის ენერგიის ფერმების უმეტესობა იწყება მძიმე, რთული და ძვირადღირებული კონსტრუქციებით, რათა მინის მზის პანელები დაიჭირა. და ჩვენი გადაწყვეტითა და ტექნოლოგიით ეს კონსტრუქცია უბრალოდ აღარ გჭირდებათ. ასევე არსებობს ბევრი შენობა, სპორტული სტადიონი, ბევრი ძველი შენობა და ბევრი ახალი შენობა, რომლებიც ვერ უძლებენ სტანდარტული მზის პანელის წონას. იცით, რამდენს იწონის სტანდარტული მზის პანელი? არ ვიცი, არა. არ იცით, ეს დაახლოებით 30-დან 40 კილოგრამამდეა. 30-დან 40 კილოგრამამდე. იფიქრეთ ძველ ტელევიზორებზე, როცა ტელევიზორის დასამაგრებლად დურგალი უნდა დაგეპატიჟებინათ. იგივეა მზის ენერგიაშიც. და თქვენი პანელები რამდენს იწონიან? ჩვენი პანელები 6 კილოგრამზე ნაკლებს იწონიან. კარგი, დიახ, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. და შემდეგ აღარ გჭირდება ესეთი მძიმე კონსტრუქცია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მასალები და შენობების სხვა ფორმები. მაგალითად, თუ სახურავი მრგვალია, შეგვიძლია ჩვენი ლამაზი მზის პანელები ყველგან დავამონტაჟოთ. და ვფიქრობ, სწორედ ამას თავაზობ მსოფლიოს აქ. და კიდევ არის რამე ამ კონფერენციაზე, სადაც ეხლა იმყოფებით, რაც გაღელვებთ ან დიხარიათ. აქ ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. მე ვფიქრობ, ეს არის მექა ყველა ინოვატორისა და მზის ენერგიის ექსპერტისთვის მთელი მსოფლიოდან. და ის რომ აქ ყველა ერთად ხვდებით, ვფიქრობ ძალიან ამაღელვებელია. სხვადასხვა ჩვენ ვუშვებთ ჩვენს ახალ პროდუქტებს რეკრეაციული ავტომობილების ინდუსტრიისთვის, ასევე თავდაცვის ინდუსტრიებისთვის და რა თქმა უნდა, მსუბუქი შენობებისთვის. საოცარია. ესე რომ ერთი სწრაფი კითხვა მაქვს, სანამ გაგიშვებთ. გრძნობთ, რომ თქვენს კომპანიასთან ან სხვა ისრაელის კომპანიებთან მიმართებაში დამოკიდებულება განსხვავებულია. თუ ყველაფერი კარგადაა და ყველა სიხარულით უზიარებს ერთმანეთს ცოდნას, პირველ რიგში ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ მზის ენერგიაზე ვსაუბრობთ. არავინ არ ეხება ამ თემას ჩემთან. ამ მომენტისთვის პოლიტიკურ სიტუაციაზე საერთოდ არავის უსაუბრია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ისრაელში ვაწარმოებთ საერთაშორის. ჩვენ ვართ ერთადერთი მზის პანელების მწარმოებელი ისრაელში. და ეს იგი უპირატესობაა, რადგან ევროპა და შეერთებული შტატები ცდილობენ ჩინეთიდან მზის პანელების ინდუსტრიის დაბლობას. ასე რომ იპოვო კარგი და მაღალი ხარისხის მაღალ ტექნოლოგიური მზის პანელების მწარმოებლები, რომლებიც ჩინეთში არ აწარმოებენ, ეს მართლაც საოცარია. კიდევ ერთხელ, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მხოლოდ მზის ინდუსტრია და მზის პანელები. პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ ეს არის საოცარი პროდუქტი, რომელიც აქ ისრაელშია დამზადებული. ასე რომ, ოდეთ როზენბერგი, თქვენ ხართ Apollo Power-ის გენერალური დირექტორი. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა.